დაფიქსირებულია შამხვრელთა რეკორდული შეჯახება, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს ცოდნას სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ ობიექტთა შესახებ. აშკარაა, რომ გრავიტაციული ტალღები, რომელიც ლაზერულ ინტერფერომეტრულმა ობსერვატორია LIGO-მ დააფიქსირა, წარმოქმნილი იყო ამ დროისათვის ნანახტაშორის ყველაზე მასიურ შამხვრელთა ერთმანეთთან შერწყმის შედეგად. ამ შამხვრელთა მასა ზედმეტად მაღალია, რომ ისინი პირდაპირ ხანდაზმული ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად წარმოქმნილიყვნენ. შესაბამისად, კარგი მიზეზია ვიფიქროთ, რომ ისინი პატარა შამხვრელებს შორის წინა შეჯახებების შედეგად არიან წარმოქმნილი. მასიურ და სწრაფად მბრუნავ შამხვრელთა მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები უფრო მოკლეა, ვიდრე პატარა შამხვრელთა წარმოქმნილი. შესაბამისად, მათი დაფიქსირება უფრო რთულია. ყოველი განახლებისას LIGO სულ უფრო მეტ შამხვრელთა შეჯახებას აფიქსირებს და სავარაუდოდ მომავალში ის კიდევ მრავალ კოსმოსურ რეკორდს მეც აღმოაჩენს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია ობსერვატორიის ინფრასტრუქტურის ნახევრის დახურვას გეგმავს, რაც მკვლევართა განცხადებით ასეთი სიგნალების დაფიქსირებას თითქმის შეუძლებელს გახდის. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.